საქართველოს მთავრობამ პირველ რიგში უნდა აღადგინოს პირდაპირი კონტაქტები აფხაზური სამხრეთ ოსურ მხარეებთან. უნდა აღიაროს ცნოს ისინი მოლაპარაკების და კონფლიქტის მხარეებად. აუცილებელია ამ ადამიანებთან შეთანხმება. ჩვენ მზად ვართ ამას ხელი შეუწყოთ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ააშენონ ურთიერთობები. ვისი არის? ჩემი იქნება ალბათ. ნარევია შენი ლავროვის და პუტინის. ამ ეუთომ ამ კონფლიქტებს 94 წელს უწევდა ეთნიკური წმენდა. როგორ იყო ეთნიკური წმენდა, თუ არ იყო იქ ეთნიკური კონფლიქტი. ეთნიკურობის კომპონენტი შემოტანა არის დამანგრეველი მორალურად და პრაგმატულად. ვიდრე დეოკუპაცია მოხდება, მანამდე ამასობაში ჩვენ სულ დავკარგავთ ამ ხალხს. ამ ნაკერებზე კი არის ირღვევა რამე. ბომბებს გვიდებენ. იგას დაუთმობდი რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას, მაგრამ მე მთელ ჩემ ენერგიას შევხედოს დავხარჯავდი აფხაზეთთან ურთიერთობებით. პასუხად რა მიიღეს? დიალოგით, პირდაპირ დიალოგით სოხუმთან, ქართული სკოლების დახურვა, გამკაცრებული რეპრესიები და მკვლელობები. როცა რაღაც ზარი დაერეკება იქ სოხუმში, ნახოსო თბილისში ამაზე მზადარიან. როგორც კი იტყვი რომ ზარის გამოყენების არც კი განიხილავ არასოდეს არც ერთ პირობებში, ეგ არის მოწვევა მტრის რომ მოიქცეს კიდევ უფრო უარესად. საქმე ისა რომ ის რაღაცები დამაბრალა, რაც მე არც მიფიქრია, არათუ არ მითქვია, არ მიფიქრია, და არც ერთ ჩვენ მოკავშირეს არ განვიხილია რომ სამი კონფლიქტია. ყველა განვიხილავთ რომ ერთი კონფლიქტია. ჩვენის ხალხი ვართ, ვინც მეტი მოგვეთხოვება, შენს და მე თუ ცალკე რომ ბიჭეთ, ეხლა არ ეთერში.